2025 წლის 23 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს სტუდენტთა მე-18 სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტუდენტმა, რომლებიც ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლობენ. საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2008 წელს დაფუძნდა ხელოვნებაცოდნეობის დოქტორის, პროფესორის ნატო გენგიურის ინიციატივით და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით. დღეს საზეიმო დღე გვაქვს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ვინაიდან ყოველწლიური დამაგვირგვინებელი ღონისძიება ყოველ შემთხვევაში თეორიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ვინაიდან იმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც სტუდენტები, ბაკალავრები და მაგისტრანტები იღებენ მონაწილეობას. კონფერენცია არის ყოველწლიური კონფერენცია ჩვენ უნივერსიტეტში, რომელმაც მყარად დაიმკვიდრა ადგილი აკადემიურ კალენდარში. ეს არის, ასე ვთქვათ, სასწავლო პროცესის გარე აქტივობა, კიდევ უფრო გამაღრმავებელი იმ ცოდნისა, რომელსაც ჩვენი სტუდენტები იღებენ სასწავლო წლის განმავლობაში. წელს მე-18-ად ტარდება ჩვენი კონფერენცია. ფაქტიურად სრულწლოვანი გახდა და ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება იმისათვის, რომ მართლაც საზეიმო განწყობა გქონდეს. ძალიან მიხარია, რომ 18 წელია უკვე მოიძებნებიან ხოლმე ყოველ წელს ის სტუდენტები, რომლებიც მზად არიან, რომ კიდე დამატებით დაიტვირთონ, დამატებით იმუშაონ თემაზე, წარმოადგინონ თავისი ნაზრები, მოусმინონ თავის თანაკურსელებს, ჩაებნონ კამათში, დისკუსიებში. სტუდენტები ხომ დღეს თავის მომავალს ქმნიან და ამ მომავლის შექმნაში ვეხმარებით ჩვენ პედაგოგები და მთელი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ამ ყველას ერთობლივი მუშაობის გარეშე არაფერი არ გამოდის. მინდა გითხრათ ჩემდა სასიხარულოდ და ალბათ ყველასთვის სასიხარულოდ, რომ დაინტერესება არის დიდი. მეც არ ველოდი, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ესეთი მღელვარე წელიწადი გვაქვს წელს სტუდენტების მხრიდან და მთლიანად ქვეყნის მხრიდან და აქედან გამომდინარე თითქოს სასწავლო პროცესისგან რაღაცნაირად მოსაძლოდნელი იყო, რომ აქტიურობა არ გამოეჩინათ სტუდენტებს, მაგრამ ამის და საპირისპიროდ წელს განსაკუთრებით ბევრი მომხსენებელი გვყავს. შემოქმედი სტუდენტებიც აღმოჩნდა, საკმაო რაოდენობა 7 მხატვარი სტუდენტი აღმოჩნდა, მოყვარული მხატვარი, რა თქმა უნდა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. რაც შეეხება მომხსენებელს, 50-ზე მეტი მომხსენებელია. ყველა სპეციალობიდან არიან ისინი, ბაკალავრები და მაგისტრანტები. ეს არ არის პატარა რიცხვი ჩვენნაირი პატარა უნივერსიტეტისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს ესმის, რომ ის ამ წუთში ქმნის თავის მომავალს და ცოდნაში ჩადებული რესურსი არის მთავარი რესურსი, რომელიც მომავალში გამოიღებს ნაყოფს. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების გზით სწავლების ხარისხის ამაღლებას, თეორიულად დათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების, საჯარო გამოსვლის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზრის გამოთქმის და სხვა პრაქტიკული ჩვევების განვითარებას. სტუდენტური კონფერენციები არის ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება. სტუდენტური კონფერენცია არის ძალიან დიდი მონაპოვარი ჩვენი უნივერსიტეტის, პროფესორი ნატო გენგიურიკო მე-18 წელია მას ატარებს და ეს არის არჩეულებრივი ტრადიცია, რომელიც გვაქვს. ყოველწლიურად არის ძალიან საინტერესო, წელსაც წარმოდგენილი იყო ძალიან ფართო, როგორც ქრონოლოგიურად, ისე თემატურად მოხსენებები და რაც თავარია, იყვნენ არა მხოლოდ თეატრალური უნივერსიტეტის, არამედ იყო სამხატვრო აკადემია და წელს გამოვიდნენ პირველკურსელებიც, რაც განსაკუთრებით გვიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის შესანიშნავი გამოცდილება მათთვის სამომავლოდ. პირველი, რაც იყო პირველი ნაწილი თქვენ კითხვის, რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა, ეს არის მისთვის ძალიან დიდი გამოცდილება პირველ რიგში, საკუთარი ძალების გამოცდაც მათ შორის და საკუთარ თავში დარწმუნება. თუნდაც ის, რომ თქვენ გამოდიხართ აუდიტორიის წინაშე და აკეთებთ გარკვეულ პრეზენტაციებს, ეს უკვე თქვენ გაძლევთ ძალიან დიდ ნაბიჯს იმისა, რომ საომავლოდ თქვენ შეძლოთ უფრო ფართო, უფრო ღრმა კვლევა აწარმოოთ. რაც შეეხება კრიტერიუმებს შეფასების
ჩვენ აქ ქულებს არ ვწერთ კონკრეტულს და არ ვაფასებთ, ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ სტუდენტებს რეკომენდაციებს, როგორ უნდა დახვეწონ თავიანთი კვლევა სამომავლოდ. მაგალითად, წელს წლევანდელ კონფერენციაზე ჩვენ სექციაში წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რაც მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად სამომავლოდ გამოადგებათ სტუდენტებს იმისათვის, რომ თუნდაც გამოიყენონ ან საბაკალავრო ნაშრომში, ან უფრო შემდგომ საფეხურებზეც სამაგისტროშიც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემატიკა იყო დასმული. მათი ღრმა კვლევა აუცილებელია დანამდვილებით და იმედია გაითვალისწინებენ ჩვენს მიერ მიცემულ გარკვეულ რეკომენდაციებს. წელს პირველად მიიღე მონაწილეობა სტუდენტურ კონფერენციაში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მოვისმინე არაერთი საინტერესო მომხსენებლის თემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს პროფესიასთან და ეს თემები არ იყო უბრალოდ ზოგადი საუბრები, არ ეხებოდა ზოგად თემებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის როგორ უნდა აღმოვხვრათ ამ პერიოდისთვის და ჩვენს გარემოში სხვადასხვა პრობლემები ძალიან კარგად ეხმიანებოდნენ სტუდენტები. სტუდენტური კონფერენცია 2008 წლიდან ყოველ წელს გაზაფხულზე ტარდება და სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. პერიოდულად კონფერენციის გახსნის დღეს ხორციელდება მოყვარული მხატვარი და ფოტოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტების გამოფენები. წელს მე-18 სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავა 9 სექციამ შემდეგი მიმართულებებით: თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებაცოდნეობის, ჟურნალისტიკის, კულტურული ტურიზმის. სექციებს უხელმძღვანელეს პროფესორებმა ლელა ოჩიაურმა, გიორგი ცქიტიშვილმა, ნატო გენგიურმა, რევაზ ჭიჭინაძემ, მალხაზ ღვინჯილიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა მარინა ხარატიშვილმა, ეკატერინე კიკნაძემ და მაია ლევანიძემ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. პირველ რიგში ეს არის სტუდენტისათვის პირველი ნაბიჯები, რომ მან შეძლოს დამატებით სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობა, საკუთარი ნაზრების გაზიარება მოახდინოს აკადემიურ საზოგადოებასთან, სხვა სტუდენტებთან, პედაგოგებთან, იფიქროს, დასვას კითხვები, მოიძიოს პასუხები. რეალურად ეს არის პირველი ნაბიჯები მისი სამომავლო კვლევითი სამეცნიერო საქმიანობისათვის და ამასთან ეს არის საკუთარი როლის გაცნობიერება თუ რა ღირებულების შემტანი იქნება სამომავლოდ მისი აზრი, მისი კვლევა, მის მიერ მოძიებული ინფორმაცია თუ დამუშავებული პრობლემა საზოგადოების წინსვლისთვის, მისი განვითარებისთვის, რა როლის და წვლილი შეტანა შეუძლია. დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია, როდესაც ჩვენ მოვისმენთ არაერთი საინტერესო მოხსენება დაწყებული ყველაზე აქტუალური პრობლემებით, რაც დღევანდელ მედიის სფეროში არსებობს, ასევე მედიის თეორიისა და კრიტიკის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები და რაც თავარია დავინახეთ თვითონ სტუდენტების მზაობა, ისაუბრონ სერიოზულ თემებზე, იკვლიან სერიოზული თემები, იყვნენ აქტუალურები და საინტერესოები. ჩემთვის წარმატებული კონფერენცია პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა დაინახონ თავისი გაიაზრონ თავისი შესაძლებლობები, გადალახონ ის ბარიერი, რომელიც პრეზენტაციასთან და თვით პრეზენტაციასთან არის დაკავშირებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლის ყველა საფეხურზე, არამედ შემდეგ პრაქტიკაში. გარდა ამისა, ეს სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ ერთი მხრივ ის თეორიული მასალა, რაც ყველა საგნის სწავლებას ახლავს და მერე მისი შესაბამისი კონკრეტული მაგალითები, ეგრეთ წოდებული ემპირიული მასალა, რომლის გაანალიზება სხვაგან თუ არა პირველ რიგში აუცილებლად მოუხდებათ საბაკალავრო ნაშრომებში, აი ამისი გამოცდილება, თუნდა ერთგვარი პატარა რეპეტიცია, როგორ უნდა დაამუშაო თემა, მოიძიო რესურსები, არა მხოლოდ ის, რაც ვთქვათ ისწავლე და რაც თემის ხელმძღვანელმა ლექტორმა მიგითით, არამედ თვითონ დამოუკიდებლად და ხანდახან სტუდენტები ისეთ კარგ მასალებს მოიძიებენ, სულ ვამბობ, რომ არა მხოლოდ ჩვენ განსწავლობენ, ჩვენთვის
თვითონაც ვსწავლობთ სტუდენტებისგან. გარდა ამისა, მე პირადად დღეს ვთქვი კიდეც ბოლოს, რომ მშვენივრად ვიყენებ ამ კონფერენციის მასალებს საგნების სწავლებისას, როგორც უთანხმებ კიდეც ავტორებს და თან არა როგორც ჩემ მასალას, არამედ სხვა კურსის სტუდენტებს, მომდევნოებს უკვე უზიარებ, როგორც მათივე თანატოლების მიერ გაკეთებულს და ეს ბევრად უფრო შთამბეჭდავია ხანდახან, იმიტომ რომ თვითონაც ხედავენ, რომ არა მხოლოდ ლექტორებს შეუძლიათ და მკვლევრებს ახალი პროდუქტის შექმნა, არამედ თვითონაც შეუძლიათ გარკვეული რიდერების სახით საპრეზენტაციო ნაწილსაც ახლავს თან იმ სტუდენტის სახელი, გვარი, თარიღი, როდის გააკეთა ეს თემა, ასე რომ ესეც არანაკლები გამოცდილება და სტიმული და მოტივაცია ამ კონფერენციებში მონაწილეობისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი კამერული სიტუაცია, არა მხოლოდ სტუდენტები, ჩვენც ლექტორებიც ამ დღეს ისეთი მღელვარებით მოველით, თითქოს ჩვენც ვიდგეთ გამოსაცდელად აი ამ, ასე ვთქვათ, საპრეზენტაციო დაფასთან და მსმენელის და აუდიტორიის თუნდაც ასეთი მოგზაურობის წინაშე. მე ვარ ეკატერინე ტერატურიანი, სამხატვრო აკადემიის ხელოვნებაცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი და პირველად მივიღე დღეს მონაწილეობა სტუდენტურ კონფერენციაში. ჩემთვის იყო მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო, ძალიან შედეგიანი ვფიქრობ, ჩემს ხელმძღვანელთან ერთად დიდი გამოცდილება მივიღე ამ მუშაობის პროცესში და დღეს მე ვფიქრობ ეს გამოსვლაც ძალიან საჭირო იყო ჩემი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვისაც. სტუდენტების მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან უნივერსიტეტის პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ პროფესორები. მაკა ვასაძე, მაია კიკნაძე, ლალი ოსეფაშვილი, ნატო გენგიური, ეკატერინე კიკნაძე, მანანა ლეკბორაშვილი, დავით გუჯაბიძე, ლელა ოჩიაური, ნანა დოლიძე, ლაურა კუტუბიძე და ნაირა გალახვარიძე. ჩემზე სტუდენტური კონფერენცია არის ძალიან კარგი გამოცდილება და საშუალება იმისთვის, რომ ის თემა, რაც მაინტერესებს და რაზეც ვიმუშავე, წარუადგინო ხალხის წინაშე და თან ეგ არის ძალიან კარგი გამოცდილება, რომ ხალხის წინ ლაპარაკს სწავლობ, იმიტომ რომ მაინც განსხვავებულია სემინარზე, რომ აბარებ პრეზენტაციას და კონფერენციაზე მაინც უფრო სერიოზული გარემოა და ხო, ანუ მესამედ მივიღე მონაწილეობა, მეოთხე კურსზე ვარ და შესაბამისად ბოლოა, მაგრამ ხო, ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა და გამოცდილებაც შევიძინე. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისთვის, რადგან პირველ რიგში სწავლობენ აუდიტორიასთან ურთიერთობას, აცნობენ თავის ნამუშევრებს და ვფიქრობ ეს გამოცდილებასაც მატებს. ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ როდესაც მომავალში ჩვენს პროფესიას გავიღრმავებთ, უფრო ჩაღრმავებულები ვიყოთ ჩვენს პროფესიაში და დავსვათ სწორი კითხვები. და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს უნივერსიტეტს, რომ გვაძლევს სტუდენტებს ამის საშუალებას, რომ ჩვენი ცოდნა წარმოვაჩინოთ ლექტორების და სხვადასხვა მოწვეული სტუდენტების წინაშე. კონფერენციასთან ერთად 23 მაისს გაიხსნა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მოყვარული მხატვრების გამოფენა. გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინეს ბაკალავრიატის სტუდენტებმა მარიამ ბარბაქაძემ, მარიამ კოპაძემ, ანი კოპაძემ, მარიამ მამარდაშვილმა, ლიკა წიქარიძემ, სალომე აღდგომელაშვილმა და სალომე ხუროშვილმა. წელს იმით არის გამორჩეული, რომ გარდა სამეცნიერო კონფერენციისა, გამოფენის გახსნა გვაქვს ჩვენ დღეს. იმ სტუდენტები, რომლებიც ხატავენ და აღმოჩნდა წელს, რომ საკმაო რაოდენობით სტუდენტი ყოლია, რომელიც შემოქმედებით არის დაკავებული, მათი სურათების გამოფენაც გაიხსნება დღეს. ასე ვთქვათ, სტუდენტური გაზაფხული გვაქვს დღეს, რომელიც აგვირგვინებს სასწავლო წელს. 23 მაისს საღამოს გაიმართა კონფერენციაში და გამოფენაში მონაწილე სტუდენტების სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება. სტუდენტებს და პედაგოგებს სიტყვით მიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა. ძალიან ცოტა მით უმეტეს ჩვენი მასშტაბის ქვეყანა, რომელსაც აქვს მსგავსი ისტორია თეატრალური, მსგავსი წარმატება კინოში, ფოლკლორში, სრულიად განუმეორებელი და მე აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა მნიშვნელობა აქვს და ზოგადად მსოფლიოში რა გამოცხადებული ეს არამატერიალური კულტურის ძეგლად, ბავშვად ქართული პოლიფონია და ასე შემდეგ, მაგრამ
თუ ამ ყველაფერს მეცნიერული კვლევა არ მოხდა, მისი შინაარსი გაუგებარი დარჩება. ჩვენ რომ თავად კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი. რატომ? რა არის განსაკუთრებული ფენომენი დაუშვათ თეატრალურ თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებით და ძალიან მიხარია რომ აი ფაქტობრივად მთელი უნივერსიტეტის ასე ვთქვათ ინტერესების სფერო კულტურული მენეჯმენტით დაწყებული დამთავრებული თეატრალობით მოიცვა დღევანდელმა და ჩვენმა სტუდენტებმა კონფერენცია და მე გითხრათ ერთი რამ რომ იცით მე ძალიან კარგად ვიცნობ ადამიანებს ვინც ძალიან მოგრძალებლად პირველ კურსზე დაიწყეს გამოსვლა და სწორედ ეს კონფერენცია გახდა მათი ასე ვთქვათ სამომავლო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კარიერის რომლებიც დღეს ასე ვთქვათ კარიერის როგორც საწყისი პირველი ნაბიჯი რომლებიც დღეს ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ მუზეუმებში სხვადასხვა უწყებებში და აგრძელებენ ძალიან წარმატებულ სწავლას ასევე ევროპის არაერთ ქვეყანაში. სტუდენტებს წარმატება მიულოცეს და სიგელები გადასცეს სახელოვნებო მეცნიერებების მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ზვია დოლიძემ, პროფესორმა გიორგი ცქიტიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ვასაძემ, ნანა დოლიძემ, ნაირა გალახვარიძემ, ღონისძიების წამყვანი გახდათ დრამის ფაკულტეტის სტუდენტი ქრისტინე კაპანაძე. ისურვებთ რომ მომავალშიც აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა ამ კონფერენციაში და მე ნახოთ საზღვარგარეთად სადმე წავიდეთ სტუდენტურ კონფერენციაზე, ოღონდ უცხოენა არის ამისთვის საჭირო ბაბაია. ჩვენ უკვე მეორედ ვართ ამ კონფერენციაზე, ვიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას, ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს ცოდნას. ძალიან საინტერესო იყო თემებზე მუშაობა და კიდევ უფრო შედეგი, რაც ვნახეთ და რაც გავეცით ემოციები ლექტორებთან, სტუდენტებთან, საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. მართლა ძალიან კარგი წამოწყება. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოვიკულიოთ, შევიმოცნოთ ის თემები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს ესე გვაინტერესებს და ჩვენ სფეროში ესეთი საჭიროა ეს ყველაფერი. დიდი მადლობა თეატრალურს ყველაფრისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რა თქმა უნდა.